მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ მსოფლიოში პირველი ხის სატელიტი SpaceX-ის რაკეტასთან ერთად კოსმოსში გაეშვა და ამ ამბის შესახებ იაპონელი დეველოპერები აცხადებენ. კიოტოს უნივერსიტეტის მეცნიერები ელიან, რომ როცა მოწყობილობა ხელახლა შემოვა ატმოსფეროში, ხის მასალა დაიწვება. ეს კი პოტენციურად გვთავაზობს გზას, თავი ავარიდოთ მეტალის ნაწილაკების წარმოქმნას, როცა უკვე ვალმოხდილი სატელიტი ჩვენთან დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ნაწილაკები თავის მხრივ ნეგატიურად ზემოქმედებს გარემოსა და ტელეკომუნიკაციებზე. ყუთის ფორმის ექსპერიმენტული სატელიტი LignoSat-ის თითოეული გვერდი 10 სანტიმეტრია და იგი NASA-ს კენედის კოსმოსური ცენტრიდან უეკიპაჟო რაკეტით გაუშვეს. მანამდე კი სატელიტი სპეციალურ კონტეინერში მოათავსეს, რომელიც Japan Aerospace Exploration Agency-მ შექმნა, რათა იგი კოსმოსში უსაფრთხოდ გაფრენილიყო, რომელიც იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ შექმნა, რათა იგი კოსმოსში უსაფრთხოდ გაფრენილიყო. ახლა კი მეცნიერები წარმატებულ გაშვებაზე იმობენ. იგი მალე მიაღწევს ISS-მდე და ერთი თვის შემდეგ გამოვა გარესივრცეში, რათა გამოცადოს თავისივე ძალა და გამძლეობა, აცხადებს Sumitomo Forestry, LignoSat-ის გუნდის წევრი. რა თქმა უნდა, სატელიტი მეცნიერებს მონაცემებს გამოუგზავნის, რის შედეგადაც მათ მისი დისტანციურად კონტროლის საშუალება მიეცემათ. იმის განსაზღვრა თუ რამდენად გაუძლებს სატელიტი ტემპერატურის ექსტრემალურ ცვლილებებს, თავად მკვლევარები გვეუბნებიან, რომ სატელიტები, რომლებიც მეტალისგან არ კეთდება, შესაძლოა ფართოდ გავრცელებული გახდეს. ჩვენ კი ისხა დაგვრჩენია კოსმოსში განვითარებულ მოვლენებს ვადევნოთ თვალი. გამოვყევი კოდის TikTok გვერდზე და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო. გამოიწერე კოდის YouTube არხიც.